აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში გამოცხადებულ კონკურსს დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პეტრე ზამბახიძე გამოეხმაურა. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეპარტამენტში გამოცხადებული კონკურსი თანამდებობიდან რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლებას ემსახურება და ახალი სტატუსის ძალაშის შესვლის შემდეგ კონკურსი ხელახლა იქნება ჩასატარებელი. შესაბამისად, ზამბახიძე მიმდინარე კონკურსს გაუმართლებლად მიიჩნევს. ის აქვე განმარტავს, რომ ტელევიზიის 250 თანამშრომლიდან შტატში მხოლოდ 45-ია აყვანილი. თანაშენები კი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ. ტელევიზიაში გამოცხადებული კონკურსი არის ჟურნალისტებზე, შტატგარეშე მოსამსახურეებზე და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით შტატგარეშე მოსამსახურეებს შეიძლება არ უნდა ჩაუტარდეთ კონკურსი ჩემი აზრით, რადგანაც ეს არის ის თანამდებობა ზოგადად უხეშად რო ვთქვათ, ეს არის ის ესე ვთქვათ პერსონა, ანუ ადამიანი, რომელსაც სამსახურში მიიღება მხოლოდ განსაზღვრული ვადით და განსაზღვრული ვადით მიღებულ თანამშრომელს, რა თქმა უნდა, კონკურსი არ უნდა უტარდებოდეს. ეს ნაბიჯი არის გადადგმული იმისთვის, რომ არასასურველი, ესე ვთქვათ, ჭრალებში ჟურნალისტები ან ის ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევაში ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ის ადამიანები გაუშვან ტელევიზიიდან